ძისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ეხლა აღსარებები აქ არ იყოს, რა ძალიან ზმანოდა და დღეს მინდა ძალიან სერიოზულ საკითხზე ვისაუბრო. პრინციპში ეს წინას ქადაგებების გაგრძელება უბრალოდ იგივე რაკურსით, ოღონდ უფრო ღრმად და დიდი მასშტაბით მინდა განახილოს ყველაფერს. ესე იგი ჩვენ წავიკითხეთ, რომ საქმე მოცით ქუთაში პირველივე დღეს უკვე და პირველივე ქადაგებით, როდესაც 3000 მორწმუნე გახდა, ოღონდ ეს როგორი მორწმუნეები იყვნენ, სული წმინდა გარდამოვიდა ჩემო ძვირფასებო, გაბრწყინებულები იყვნენ, სასწაული მოქმედები იყვნენ, თვითონ იყვნენ თვითონ იყვნენ უკვე მოციქულთა ღვაწლის მატარებელი და პირდაპირ გამოჩნდა, რომ ქრისტე არის მესია ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ქრისტე უკვე ამაღლებულია და მაცხოვარმა თქვა, მე თქვენთან ვიყო ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე. აი ზუსტად ეს თემა მინდა ეხლა მოგაწოდოთ, რომ ქრისტე ამაღლდა. ათეისტები ზოგიერთები ამბობენ, აბა ქრისტე ამაღლდა, იძახი და სად არის ქრისტე და აი მთელი ისტორია ჩემო ძვირფასებო. და თუ გახსოვთ თქვენ მაცხოვარმა თქვა, რომ იუდეველებს უთხრა, ვინც არ ირწმუნებდა, რომ თქვენო განიკითხები 12 მოციქულის მიხედვით და საერთოდ გაცნობიერდა. და რატო განიკითხება? აი იმიტომ, რომ აი რაც მოხდა ჩემო ძვირფასებო. უკვე პირველ დღეს ქრისტეს ეკლესიის დაბადებიდან აღმატებული იყო უკვე ახალი აღთქმა ძველ აღთქმაზე. ანუ მესია იყო, მესია ქრისტე ამაღლებულია, მაგრამ ქრისტეს ძალით სასწაულებს აკეთებენ მოციქულები და რა ხდებოდა, ხო? მეორე, მესამე დღეს, მეოთხე დღეს. აი უყურეთ. პირველად 3000. შემდეგ მთელი ხალხი განცვიფრებული მოაწყდა ტაძარს, რადგან პეტრე 40 წლის კაცი განკურნა, რომელიც ფეხზე ვერ დადიოდა. მეორე ქადაგებით ეს პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს ხდება. 5000 მოემატა. ესე იგი +3-ს 5-ს და იმ მთელი უამრავ ხალხს, რომელიც მოაწყდა ტაძარს, დაიწყეს დიდი სასწაულები. რა ხდებოდა? ქრისტე ამაღლებულია, მაგრამ აი ქრისტეს ძალით მოციქულები რა სასწაულებს აკეთებდნენ. სულ უფრო და უფრო ემატებოდა მორწმუნეები და მრევლი იზრდებოდა. ლაპარაკია 2-3 დღეში. და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანაც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას. ეს ვიტყვენ. ანუ ქრისტე ამაღლდა, მაგრამ ეს სიტყვები მე თქვენთან ვიყო ვიდრე უკანასკნელ დღემდე, ესე იგი ყოველთვის ქრისტიანებზე, აი ამის საილუსტრაციოდ კითხულობ და ვამბობ ამას ყველაფერს. შემდეგ ცალკე სამარიის ქალაქში ფილიპე მთელი ქალაქი მოაქცია. იაფოში ტაბიტა აღადგინა პეტრემ და მთელი ქალაქი მოიქცა. ფინიკია, კვიპროსი, ანტიოქია, სულ ყველანი მოიქცე. სასწაულები პისიდის ანტიოქიაში ყველა მირწმუნა, იქ საქმე მოციქულთა სამონარიდებია, იკონიაში ყველა მირწმუნა. ესე იგი, ხედავთ რა ხდება. მაგრამ ზოგიერთმა არ ირწმუნა, როგორ შეიძლება არ გერწმუნო, მკვდრების აღდგენა, კოჭლების განკურნება, ბრნების თვალის მიცემა, გესმით თქვენ? არა, ყველა მირწმუნა. ნახეთ, მაგრამ რა ხდება? ესოდეს სასწაულები იქნა იესო და მოიცა ბევრმა მთავარმა ირწმუნა მთავრებმა მიუხედავად იმისა, რომ დიდი დევნა იყო, ვინც ქრისტეს აღიარებდა, ესე იგი კრებულიდან განასხამდა, მიუხედავად ამისა, რა გამოიწვია იუდეველთა, ბევრმა მთავარმა ირწმუნა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება არ გეწმუნა. არამედ
ფარისეველთათვის ვერ აღიარეს, რათა არა განეკვეთოთ კრებულისაგან. რამე თუ შეიყვარეს დიდება კაცს და უფროს, ვიდრე დიდება ღვთისა. ასე ეხლაც. რატო არ არის ყველა ქრისტიანი? აი ამ ამბების შემდეგ და ჯერ სადახართ ეს იყო რამოდენიმე დღე. 6 კურსს გავაკეთებთ ახლა შემდეგ რა ხდებოდა? აი თურმე სათავე რა. რატო არ წამს უყველას ქრისტე? იმიტომ რომ აი კომუნისტების დროს ამდენს წამდა და ვერ აღიარებდა. თორე დევი. აი ამიტომ თორე წამდა. და რათა არ განეკვეთონ კრებულისაგან ჩვენ კომუნისტების დროს რათა არ განეკვეთონ კომუნისტური პარტიისაგან. რამე თუ შეიყვარეს დიდება კაცს და უფრო ვიდრე დიდება ღვთისა. გესმით? აი მიზეზი რა არის დღესაც. ესე იგი ჩვენ ხედავთ პეტრე და პავლე რა გააკეთეს. ესე იგი მთელი ევროპა ორივე ერთად მთელი ევროპა იქ შემოიარეს და რამოდენიმე წელიწადში ყველანი იყვნენ ქრისტიანები და თუ ვინმე არ იყო ქრისტიანი აი ამის გამო რაც ახლა მე წავიკითხე. გამიგე? ნახეთ ახლა შემდეგ რა ხდება ახლა ძალიან თლიანად წმინდანთა ცხოვრებას ვერ მოყვებით ახლა ხო ერთ გადაგება. დავამეგოთ მოციქულთა პერიოდს პირველ საუკუნეს გასაგებია რომ სასწაულები ხდებოდა. მეორე საუკუნეში რა ხდებოდა ჩემი ძუძას? მეორე ხო ჯერ გამიხილოთ სხვა მოციქულებიც მოკლედ სადაც კი ფეხი დადგა მაგალითად ეფესოში იოანე ღვთისმეტყველმა მთელი ეფესო მოაქცია და სხვათა შორის მიუსაჯეს სიკვდილი ჯერ უნდა დაეკლათ იოანე ღვთისმეტყველმა დანებს აურჩევდნენ არ ერჩევდნენ გაეხერხათ ვერ გახერხეს დააწვეს არ დაიწვა წყალში ჩააგდეს და დაარჩეს ეგონა და გაარდა ბოლოს იმპერატორმა გამოაცხადა ეს ადამიანი არის უქტავი და გადაასახლა პატმოსზე და იქ მერე დაწერა აპოკალიფსი ჩაიწერა სწორად გამოცხადა. გამიგეთ რა ხდებოდა. ასევეა მაგალითად მათე მახარებელი ეთიოპიაში. ესე იგი ამ ქრისტე მიცა კვერთხი დარგეო და დარგო და იმ დღესვე გაიზარდა დიდხე და ნაყოფი გამოიღო და ეთიოპელებს უთხრა შეჭამეთო ვერურები იყვნენ. შეჭამეს და კეთილიზნე მიიღეს და მთელი ეთიოპია მოიქცა ერთ დღეში ამ სასწაულის გამო. ანუ ქრისტე ამაღდა, მაგრამ განა არ იყო ჩვენთან ქრისტე. ნახე რა ხდებოდა რა ამბობ. ასევე ყველა მოციქული. მეორე საუკუნეში რა ხდებოდა გარდა იმისა, რომ იუსტინე ფილოსოფოსი, პოლიკარპე სმირნელი, ირინეუს ლიონელი, ამბერტი, ერაპოლელი, ელეფთერი, თეოპემპტი, ესენი განსწავლულები, აი ხატები გვაქვს ჩვენი იქ სპეციალურად პატარა მამების განსწავლულები იყვნენ, ეს ფრიად განსწავლული მამები იყვნენ. მაგრამ მეორე საუკუნეში, ეს დიდი მამები, მეორე საუკუნეში იყო იმდენი სასწაული ხდებოდა, რომ ანუ გააგრძელდა ეს ქრისტე ჩვენთანაც. ევდოკია მოწამე ულამაზესი ქალი, გარყვნილი, რომელსაც ჰქონდა რა ქვია საროსკი პოემის დირექტორი იყო და იმდენი ფული იშო, რომ იმპერატორის ხაზინას გადაამეტა. და გახდა ცნობილი ქალი, თერს, ესე იგი რომის იმპერიაში. და მერე მოიქცა სასწაული ხა მოკლედ ამბობ და იმდენად დიდი სინანული ჰქონდა რომ ზესავით ცხინავდა გესმი და ამას ხო ხედავდა ხალხი ხა სოფლიოში ევროპაში ცნობილი ევდოკია გარყვნილი ახლა ზესავით ცხინავდა ქრისტეს აღიარებდა ტრები აღადგინა გესმით და მთელი გარესამხარო ვინც კი იცნობდა ევდოკიას ყველა მორწმუნე ისეაც იყვნენ ქრისტიანი და ვისაც ეჭვებარებოდა მორწმუნე ხდებოდა. გამიგე? ხარლაპი მაგნეზიელი, რომელიც ბევრ ყველგანს მოლოცვილი აქვს საბერძნეთში, ასევე წინავდა, როგორც მოსე წინავდა. ამანაც ძალიან ბევრი ტანჯვა გადაიტანა და ამ ტანჯვის ესე იგი შემყურეები ადიდებდნენ ქრისტეს, ესე იგი საერთოდ რო არ წამდათ, უყურებდნენ გაფრთხინებულ მამას, მიხვდნენ რომ ესე იგი ქრისტე აძლევდა მათ ძალას. ელეფთერი ასევე, ამბერტი ასევე ეს მეორე საუკუნის მამები, ირინე ქალწული მოწამე, ჩემო ძვირთასებული ირინე ქალწული სასწაულები ხდება.
ცეცხლში დაწვეს როგორც ივანე გადარჩა, აღჭობდნენ გადარჩა, ლომებს მიუგდეს გადარჩა და უკვე უწუნოები წვიროდნენ დიდარს ქრისტე. გამიგე? ისეთი სასწაულები ხდებოდა. და ერთ დღეში ესე იგი ამ სასწაულების შემხედვე 100,000 კაცი მოიქცა. გამიგეთ, ერთ დღეში 100,000 კაცი მოიქცა, ხოლო შემდეგი სასწაულებზე რომ ცეცხლში გადარჩა, ხო? რამოდენიმე 1000 კაცი მოიქცა და იქვე გახდნენ მოწამეები. გამიგეთ? ქრისტეს მოწამეები. ეხლა გლიკერია იკივებდა ძალიან ბევრი. ესე იგი მეორე საუკუნეში გრძელდებოდა ქრისტეს ძალის გამოჩენა, ისე რომ არავის აი თუ ამ დიდების გამო არ გაცვლიდი შენ, ხო, უნდა ყოფილიყავი მოიწვი. ანუ ქრისტე მესამე საუკუნე ხო საერთოდ ჩემო ძვირფასო, ხო? ისევე წმინდა მამების გარდა, აი მაგალითად ალექსანდრე მღვდელმოწამე იყო. ჩვენ ხო გვანცვიფრებს ძველი აღთქმის ანანია, აზარია და მისელი ცეცხლში რო არ დაიწვე. აქ უამრავი მეორე მესამე საუკუნეში 100 ესეთი წმინდანი. აი მაგალითად ალექსანდრე მღვდელმოწამე, რომელმაც გარდაამეტა ყველას. ჯერ ხო ტყავი გააწვეს, მერე აწამეს, შოლტები ურთხეს. აი ესეთი ადამიანი დაწვეს ცეცხლში და გადარჩა. მერე იმპერატორმა თქვა ალბათო ესო პატარა ცეცხლი გენთოთო და გაახურეთო ღუმელიო, გაახურეს, იქ შეაგდე კიდე გადარჩა. მეორე მესამე დღეს იმპერატორმა მე თვითონ დავესწრებიო და ისე გაახურა ღუმელიო, ვინც ახურებდა სულ ყველა დაიწვა. და ალექსანდრე შეაგდეს და კიდევ გადარჩა. და ნუ ხალხი აკურებდა ქრისტეს და ასე. ქალწულ მოწამე მარინა, გრიგოლ ნეოკესარიელი ძალიან ბევრი. ესე იგი პირველი, მეორე, მესამე საუკუნეები ეს იყო ყოველდღიური ქრისტეს შეწევნა, ქრისტეს დიდება, ზოგიერთი ბრწყინავდა, ზოგიერთი ცეცხლში არ იწვევდა, ზოგიერთი ლომებს მიუძლებდნენ და აჭამდნენ და ადიდებდა ხალხი და თუ ვინმეს არ წამდა კი არა, წამდა, მაგრამ ეშინოდა. კარგად ასამშახურია, გამიგეთ? და ახლა მოვედით მეოთხე დღეს არის ეკატერინეს ხსენება, მეოთხე საუკუნე. მეოთხე საუკუნე ეკატერინე რა ხდებოდა მეოთხე საუკუნეში? ხო, წმინდა გიორგი ამ დროს მოხდა, ეკატერინე, ბარბარე და რა ხდება მეოთხე საუკუნე, ეს არის ზენიტი ქრისტიანობის. წმინდა მამები მეოთხე საუკუნეში 325 წელს პირველ მსოფლიო კრებაზე 316 წმინდა მამა იჯდა. 318-ვე სასწაულთ მოყრება. მათ შორის წმინდა ნიკოლოზ და სპირიდონ კრიტიკა. სპირიდა ნიკოლოზმა სამების დასამტკიცებლად ეს არის ერთი ღმერთი სამპიროვანი, აიღო აგური კრებაზე, მოუჭირა ხელი და ცეცხლი გამოვარდა აგურიდან და წყალი წამოვიდა და აგური როგორც ფიხა ესე შეჭა მოკუჭული სპირიდოს ხელში. იქვე გააკეთა სასწაული. გამიგეთ? აი რა ხდებოდა. მეოთხე საუკუნე, მეხუთე საუკუნე, მეექვსე საუკუნე. ამიტომ ამბობს მაცხვარი, განგიკითხავთ თქვენ 12 მოციქულიო და წმინდა. იმიტომ რომ აი ამის შემდეგ რო უწუნა იქნება, გამიგეთ? და ესე იგი და რადგან საქართველოს ყველაზე მეტად დადო თავი ქრისტესთვის, ღმერთმა ანუ ის რომ მე თქვენთან ვიყო ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ღმერთი ჩვენთან იყო და ჩვენი ისტორიიდან ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია დამახინჯებულია, მიუხედავად მაინც გამოჩვენა და მაინც ვიცით, რომ ქრისტე ჩვენთან იყო დიდი გამოვლინებით, დიდი. მე-17 საუკუნემდე სვეტი ცხოვლის, აი სადაც ჩვენ მივდივართ და სვეტი ცხოველია იმ ადგილზე კვლავ მოდიოდა მირონი. მე-17 საუკუნის დასაწყისში შეწყდა. ანუ თუ იტყოდი რომ ქრისტე არ ამწავს, წაიყვანდნენ აგერ სიტყვაზე ვამბობენ. სვეტი ცხოველთან როგორ არ წავს შვილო ეთყოდა აი მირონი მოდის იქიდან დაწყებული აქამდე. გამიგე? საქართველოს როგორ შეეწეოდა მე და ის რომ მე თქვენთან ვარ, იგი აღსაკვეთო და აი ამის გამოვლინება იყოს. ხოლო მე-17 საუკუნის შემდეგ რა თქმა უნდა უფალი მაინც აქტუალებს, ეხლა მე აღარ ვამბობ ის რაც გამიხილეთ გრიგოლ ხანძთელი რა ხდებოდა, რა სასწაულო.
მე-17 საუკუნის შემდეგ, აი ეფრემ მცირე წავიკითხეთ, მე-17-მე-18 საუკუნეში იყვნენ ისეთი მამები დავით გარეჯის მონასტერში, რომელიც ასევე მოსესავით წინავდნენ, სასწაულები ხდებოდა, მე წავიკითხეთ თქვენ წინა ქადაგებაში ამონარიდები. პატერიკები, წმინდა აგეოგრაფიული ნაშრომები. გაიგეთ, რა ხდება. ან და მე-19 საუკუნეში მართალია, მე-19 საუკუნეში კი შეწყდა შედარება, მაგრამ გახსოვთ თქვენ ლეკები რო აწამებდნენ ბერებს დავით გარეჯში, გახსოვთ თქვენ ერთი 3 დღე და ღამე განათებული იყო ნათელი ქრისტესი, მთელი კახეთი და ქართლი. ეს არ იყო დასტური იმისა, რომ ქრისტე ჩვენთან უფრო მეტიც, ნუ აღარა ხო, აი ნახე რა თავარი გამოჩა, რომ ამოდიოდა ძვლები შიოგვინის. ეს მიტყვე რა ხდებოდა. ესეც მე-17 საუკუნის შეწყდა. მაგრამ ერთხელ 1914 წელს კიდევ ამოვიდა, ოღონდ თავის სკალა, რაც მაჩვენებელი იყო იმისა, რომ დიდი ომები. მაგრამ დატოვა მაინც ღმერთმა. უკვე აღარ არის საჭირო. ჩვენთვის საჭირო ეხლა რამე სასწაულები, მაგრამ მაინც დატოვა ღმერთმა. იოანე ზედაზნელის დღეს, ესე იგი, როცა მისი ხსენება, სადაც ასაფლავია იოანე ზედაზნელი, კედელი სველდება. მარტო იმ დღეს ნიშნად იმისა, რომ ღვთისმადლის ნიშნად, რომ ქრისტე ჩვენთან არის. ვისაც არჯერა, ბებიები, ბაბუები უცნო ვიღაცები ხო შეგვჭა, მაინც ყავ. აიყვანე და ანახე, რომ მარტო ამ დღეს ხდება ეს სასწაული. იქვე წყალი, რომელიც არ უნდა იყოს წყალი, ხო, მილიორაციის ხალხი მყავდა მეთქი, სტუმრად ერთხელ და დიდი ხალხი და იქ ავიყვანეთ და იმ ხალხმა კომუნისტების დროინდელი პერიოდი. ეს არ უბრალოდ სასწაული ხა მელიორაციის ხალხს ვერ ასწავლე ამ საკითხს ხა როგორ არის სწორი. და ჩემი ძვირფასებო, ამას ყველაფერს თავი დავანებოთ. ჩვენი პირადი ცხოვრება არის. აი ჩვენ სხვები ვინც ურწმუნოა ის უმადურია უბრალოდ. აი ჩვენი პირადი ცხოვრება, თქვენი პირადი ცხოვრება აიღეთ და არ იტყვით თქვენ რომ დიდარს ქრისტიანები. და არ იტყვით, იცით რა ხდება? აი ყოველიო მამები გვეუბნებიან, არამც თუ ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი და ყოველი წამით სასწაულებია ქრისტეს. შენს ცხოვრებაში. იცით, რომ დავიძინებ. ხო? აი თქვა ვინმე მოვიფიქროს 8 საათი გძინავს, ხო? თუ არის ნორმალური ძილი. ხო, 8 საათი, აი რო დავიძინებთ, იქ რა სასწაულია შეიძლება კითხვა? სასწაულია ჩემო ძვირფასო. ჯერ იმიტომ რომ დაძინება არის თითქოს სიკვდილი, ხო? არა ხარ, ტარიხა რა გონება გაწშულია და მარტო სუნთქა. და რო გაიღვიძე, ეს არის აღდგო, შენი აღდგო. მე დავწევ, დავიძინე და განმიღვიძე, რამე თუ უფალი წემე ხომ, აი შეწევნა. ამას აფიქსირებს ყოველი ქრისტიანი. გარდა ამისა, ჩვენ ისეთი ზოგჯერ ისეთი სიზმრები ეძლევა ადამიანს, რომ იქ შეწევნა ღვთის. ზოგჯერ ამ სიზმრით გადარჩენ ბევრი ადამიანი, ზოგჯერ მინიშნება ეს სიზმარი, ზოგჯერ გამიგეთ ძილში შეწევნა, ხოლო რომ გავიღვიძებ ჩვენ ცხოვრებას, რომ გადავხედოთ, არ არის ძმაო და დანო სასწაული ჩვენი ცხოვრება. აი, ყველაფერს თავი დავანებოთ, მე ბევრჯერ მითქვია, რატო წერია ბიბლიაში, თქვა სულელმა არ არის ღმერთი, იმიტომ რომ არ გაანალიზა. და სულელი ის, იმიტომ რომ ყველაფერი ეს მაგალითი მიყვარს ხალხი. ადამიანი რომ ჩაისახება ეხლა ამ თანამედროვე ტექნიკით, ეს არის შესაძლებლობა უყუროთ ხო ამას. ეს არის თითქმის წერტილი. პატარა ეს წერტილი. და მე გადახედე 60 წლის კაცს. ეს ის წერტილია. და ეს 60 წლის კაცი თავის კომპიუტერით, თავის თვალით ტელევიზიით, თავის რადიოთი, თავის სასუნთქო ორგანოებით, მილებით სასწაული არის. ანდა რა თქმა უნდა უდიდესი სასწაულია მეწამული ზღვის გახსნა და მშრალზე გადასვლა ისრაელის. მაგრამ მე მგონია უფრო დიდი სასწაულია
აი ეს პატარა ბავშვი 9 თვე რო ზის მუცელში წყალში წყლები დაღვარა ხო გაგიგია იქ მშრალზე მაინც გადავიდნენ ეს წყალშია ბავშვი თან შემოტრიალებული უგუღმა ესე წყალშია ბავშვი 9 თვე გესმით ეს არის სასწაული ამაზე უფრო დიდი სასწაული არ არის ასე რომ ჩემო ძვირფასებო ჩვენი ცხოვრების გაანალიზებელი ჩვენ ხვდებით რა დიდია ღმერთი და ქრისტე როგორ ჩვენს გვერდით აი ეს მინდოდა მე მოკლედ ყველაფერი ეს რაღაცა ესე გამეანალიზებინა და ჩვენ მინდა რომ მე მინდა რომ ჩვენ არ ვიყოთ უმადურები და ვიყოთ მადლიერები იმიტომ რომ უმადური ხო შვილისადმი სიყვარულიც კი გეკარგება როცა ადამიანი უმადურია ხო ამიტომ ღმერთი ყოველთვის ღმერთს უხარია ის მადლიერი თუ არის ადამიანი აი ეს ყველაზე მეტად უხარია მეც და არასოდეს არ დაგვავიწყდეს ჩემო ძვირფასებო რომ ესე იგი ადამიანი ყველაზე მეტად ღმერთს ემსგავსება როცა ის არის მოწყალე როცა ის არის მადლიერი და როცა ის სხვის ცოდვებს ფარავს გამიგე ეს სხვის ცოდვებს რომ დაფარო იმიტომ რომ აქ ამ იმაში სხვის ცოდვების დაფარვაში არის ღმერთის სიყვარულია ყოველდღე არის დიდი სიყვარული მოყვასისა იმიტომ რომ როდესაც ჩვენ განვაცხადებთ მოყვასის ცოდვას ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვიხარით მიგიერებთ ანუ ბოროტებით რა აი ეს არის ეს ფილოსოფია ეს ფსიქოლოგია ჩემო ძვირფასო ასე რომ თქვენ გახსოვთ ისტორიიდან ათენს მოადგა სპარსეთის ძალიან დიდი ჯარი ძველი დროებით და ათენელები ცოტანი იყვნენ და მარათონის ველზე გავიდნენ დაესხნენ თავს თვითონ ბერძნები ეს 40 კილომეტრი იყო ათენამდე რა ვთქვი ათენი ხო და დაამარცხეს ღვთისმშეწირ სპარსელები და ერთი ჯარისკაცი გახარებული ნუ გადარეული იმიტომ როგორ შეიძლება დაახელე ჯარის დამარცხება ადგა და 40 კილომეტრი ირბინა 40 კილომეტრზე მეტი ხა 41 რომ მეთქვა პოლიტიკაში ჩამოვა ეს წელი 40 ხო და მოკლედ მარათონი არ სირბილიც იმიტომ არის დაწესებული გაირბინეს 40 კილომეტრზე მეტი და ათენელებო გამარჯვება გავიმარჯვეთ დიდი სიხარულიო და მოკვდა ხა ამდენი რო ირბინა კაცმა დავარ აი ეს გამახსენდა პავლემოციკოვის ზრბოლას ევროპაში ეს იყო სირბილი სანამ თავს მოკვეთდნენ მან მთელ ევროპას გააგებინა გამარჯვება მარადიული ნეტარი ცხოვრებისა ჩვენთან არის ჯვარი გამოვაბრძანე ესე იგი